როგორ აისახება ეს გადაწყვეტილებები ფრონტის ხაზზე? სამწუხაროდ კურსკიდან მოდის, არც თუ ისე სახარბიელო სიახლეები, თქვენც ნახავდით ამას, ბოლო განახლებით კურსკის რეგიონში სავარაუდოდ აღარ დარჩა მსხვილი უკრაინული საბრძოლო დაჯგუფებებიო. დიდმა ნაწილმა, მათ შორის 57 მექანიზებულმა ბრიგადამ კურსკის პლაცდარმა უკვე დატოვეს. მოსალოდნელია, რომ მალე კურსკში უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია სრულად გადავა რუსეთის ხელში, მინიმუმ ამ ეტაპზე ასეთი სცენარი ჩანსო წერს სამხედრო ანალიტიკური ვებგვერდები. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ბატონო ვახტანგ, როგორ აისახა ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე? მოგესალმებით, მევესალმებით თქვენ მაყურებელს. არც თუ ისე დრამატულად არის ვითარება, მძიმე არის, მაგრამ არა უიმედო, ეს კურსკს ეხება. საერთოდ ბოლო პერიოდში აქცენტი აღმოსავლეთი ფრონტიდან, აღმოსავლეთი მიმართულებიდან გადაინაცვლა კურსკის მიმართულებას და ეს გასაგები მიზეზების გამოც ხდება, ვინაიდან პუტინმა მას შემდეგ რაც ვერ შეძლო, რომ სამხედრო ძალით მიეღწია დასული ამოცანებისთვის, რაც გულისხმობს აღიარებული რუსეთისთვის მიერთებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების სრულად შემოერთება და დონბასის საზღვარზე გასვლას, ეს გადაწყვიტა, რომ ალბათ ეს შესაძლებელი იქნებოდა მოლაპარაკებები გზით და ამის გამო და აი ამის ამ ჩანაფიქრით ძირითადი ძალისხმევა გადაიტანა კურსკის მიმართულებაზე, სადაც გამოჩნდნენ უკვე კორეელი სამხედროები, გამოჩნდა კორეული სამხედრო ტექნიკა, სულ ახლახან ასევე განხორციელდა გარკვეული სპეციალური ოპერაცია, რომლის დროსაც რუსებმა გამოიყენეს ესე იგი გაუქმებული, უბრალოდ შეჩერებული გაზის მილი და სადღაც 12 კილომეტრის მანძილზე იარეს და შევიდნენ კურსკის სიღრმეში, თუმცა ეს როგორც ბევრი მათი სხვა გათვლები იყო არაზუსტი, არასწორი. რამოდენიმე ადამიანი მათ დაეღუპათ ჯერ კიდევ მილში გავლისას, მოიწავლენ ისინი ვენტილაციის შესაბამისი ვენტილაციის არქონის გამო, ხოლო ისინი ვინც გამოვიდნენ, უკვე მოკვდნენ უკრაინელების დამიზნებული ცეცხლის ქვეშ. და სადღაც 85%-მდე ზარალი მიიღო ამ ასეულმა, რომელიც იქნა შეგზავნილი და რომელიც შედგებოდა ძირითადად მაინც ყოფილი კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლებისაგან. რა თქვენ ბრძანეთ, ეს რა თქმა უნდა არის, სიმართლესთან არის გარკვეულწილად რუსები ცდილობენ, რომ მოაქციონ უკრაინულ დაჯგუფება ალყაში და ამის გამო ხდება უკრაინელების მიერ გარკვეული გადაჯგუფებები და გასვლა აი ამ სახიფათო ზონებიდან. მაგრამ ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ ტორეცკის და პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინელებს აქვს კონჩეტეებსაც, ტაქტიკური კონჩეტეების განხორციელების შესაძლებლობა, ეს უფრო კონჩეტეები არა, ეს უფრო დაცვის პოზიციების გაუმჯობესებისკენ მიმართული მოქმედებებია და დაგვაუწყდება ეს ის ტორეცკია, რომელიც აღებაც რუსეთმა ჯერ კიდევ მგონი მე-7 თებერვალს განაცხადა, რომ აიღო სრულად და აკონტროლდა ტორეცკს. მაგრამ აი დღემდე კიდევ ბრძოლები მიმდინარეობს ამ ქალაქისთვის, ამ დასახლებული პუნქტისთვის. ვნახოთ რა იქნება, რა თქმა უნდა პუტინი ცდილობს ახლა რომ მაქსიმალურად ძალისხმევით კურსკი დაიბრუნოს, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელებს ნაკლები კოზირი გააჩნდეთ რუსებთან შედარებით. კი ბატონო, აქვე სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებამ ამერიკელების მხრიდან ეს ერთი გადაწყვეტილება და მერე იარაღის მიწოდების შეჩერება მანამდე, აი ამ ორმა ფაქტორმა რამდენად იმოქმედა ფრონტის ხაზზე, რამდენად აისახა ეს უკვე? არა, ჯერ არ ასახულა, ნამდვილად არ ასახულა, არა, რა თქმა უნდა, გარკვეული მარაგები უკრაინას აქვს. ეხლა უკრაინელი ექსპერტების და დასავლეთელი ექსპერტები რამოდენიმე თვეშია განსხვავება. ისინი იძახიან, რომ ის მარაგების გამო, რომ ვინაიდან ბაიდენმა ბოლო პერიოდში, თავის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურა მიწოდება აღნიშნული მარაგების უკრაინისთვის, მათ გააჩნიათ მარაგები იმდენად, რომ 4-დან 6 თვემდე მათ შეუძლიათ აი ამერიკიდან მიღებული მარაგების გარეშე გააგრძელონ წარმატებული, იგივე ტემპით და იგივე ინტენსივობით თავდაცვითი მოქმედებები. ეს არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ დასავლეთის სხვა ქვეყნებმა, ევროპის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავისი დახმარება და ამის ტენდენცია, რა თქმა უნდა, არის კიდეც.
კი ბატონო, ახლა გითხავთ უფრო მასშტაბურ სურათზე, ევროპელების აქტიურობა, ისინი ამბობენ, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ, მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს, რომ ის იყოს მათ გვერდით, გაიზიაროს მათი გეგმა. ჯერჯერობით არ ვიცით საბოლოო ჯამში რა პოლიტიკას აირჩევს ტრამპის ადმინისტრაცია, ნაადრევია ყველა წინასწარმეტყველება ამ მიმართულებით, მაგრამ მოდით დავიწყოთ ამ სცენარის განხილვა. ევროპელები პასუხისმგებლები საკუთარ უსაფრთხოებაზე გაზრდილი სამხედრო დანახარჯებით. ამ შემთხვევაში შეძლებს თუ არა ევროპა ამერიკის აქტიური მხარდაჭერის გარეშე ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების შენარჩუნებას, უკრაინელების მხარდაჭერას, ისე რომ პუტინი დამარცხდეს ამ ბრძოლაში? მოდით ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენ დავწმუნდებით, რომ თუნდაც პირველი მსოფლიო ომის, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკა თავიდანვე არ ერთვებოდა ევროპელი ქვეყნების დასახმარებლად, მოკავშირე ქვეყნების დასახმარებლად, თუმცა საბოლოოდ მაინც აკეთებდა ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული გაგრძელდება და ამერიკა ვერ იქნება ვერანაირად დიადი გულისხმობს ტრამპის მოტოს, რომელსაც იძახის მუდმივად ვერ გახდება ამერიკა დიადი, თუ ის ჩამოშორდება და იზოლაციაში მოიქცევს თავის თავს. ეხლა რაც შეეხება ევროპას, მოდით შევთანხმდეთ ეს ელემენტარული გათვლების და რესურსების საკითხებია, როგორ გვერდზე გადავდოთ რაღაც სუბიექტური დამოკიდებულება და წარმოსახვა იმის, რომ რუსეთი არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ნამდვილად არ არის რუსეთის საბჭოთა კავშირი, ნამდვილად არ აქვს რუსეთს ის აღმოსავლეთ ევროპის შესაძლებლობები და 15 რესპუბლიკის მხარდაჭერა, როგორც საბჭოთა კავშირს ჰქონდა და შესაბამისად მისი აღქმა, როგორც საბჭოთა კავშირი, ნამდვილად არ იქნება სწორი. დამეთანხმებით ალბათ და მე არ მეგულება არც სამხედრო ექსპერტი და არც ალბათ ეკონომისტი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი, რომელიც ეკონომიკურად არის სადღაც ბრაზილიასა და იტალიას შუაში, თავის ეკონომიკური პოტენციალით ესე იგი შეძლებს და გაუტოლდება შეეჯიბრება ეკონომიკურად ევროპას. ეხლა რაც შეეხება თვითონ სამხედრო თვალსაზრისით, სამხედრო ტექნოლოგიურ თვალსაზრისით ამაში ალბათ დამერწმუნებით, რაც გამოჩნდა უკრაინის ბრძოლის ველზე, ტექნოლოგიურ უპირატესობა ნამდვილად ევროპის მხარეს არის და თქვენ დამერწმუნებით იმაშიც ასევე, რომ ის იმ იარაღს, რომელსაც იღებს უკრაინა ევროპიდან, ეს არ არის ის იარაღი, რომელიც ბოლო თაობის არის. გაცილებით უფრო მაღალი კლასის და მაღალი თაობის ბოლო თაობის იარაღი ჯერ კიდევ გააჩნია ევროპას და რომლის წარმოების განვითარებასაც აპირებს დამატებით აი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება უშუალოდ ყველაზე დიდი რესურსი სათითაოდ რო ჩამოთვალოთ კომპონენტები, ახლა რა თქმა უნდა საჰერო ძალები ვერ შეედრება რუსეთი ევროპისას, საზღვაო ძალებზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, რასაც ჩვენ ხედავთ შავი ზღვის ფლოტის თუ ბალტიის ფლოტის შესაძლებლობიდან გამომდინარე. ისინი ნამდვილად ვერ გაუტოლდება ნატოს წევრი ქვეყნების ფლოტს და ამერიკის გარეშეც კი აქ იგულისხმება ძირითადად მაინც თურქეთის და ესე იგი დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალები, რა თქმა უნდა იქ საფრანგეთის საზღვაო ძალებიც ემატება ამათ. ასევე ერთადერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელსაც მუდმივად ისმის და მუდმივად არის საუბარი, ეს არის ადამიანური რესურსი. ელემენტარულად რო ავიღოთ დიახ ადამიანური რესურსი თვალსაზრისით რუსეთი თავის მოსახლეობით 157 მილიონიანი მოსახლეობით, რა თქმა უნდა უკრაინას მოსახლეობაზე გაცილებით დიდი არის, მაგრამ თუ უბრალოდ ესე არითმეტიკას შევადარებთ ერთმანეთს რიცხვებს, მაშინ უკრაინასთან ერთად თუ ჩვენ ჩავთვლით პოლონეთს, თუ ჩვენ ჩავთვლით საფრანგეთს, თუ ჩვენ ჩავთვლით დიდ ბრიტანეთს, თუ ჩვენ ჩავთვლით გერმანიას და თუ ჩვენ ჩავთვლით თურქეთს, ეს გაცილებით სამჯერ მეტი იქნება მოსახლეობის თვალსაზრისით, რესურსის თვალსაზრისით, ვიდრე გააჩნია რუსეთს. აქ ერთადერთი რაში მართლა ნამდვილად დიდი უპირატესობა გააჩნია რუსეთს, ეს არის ბირთვული შეიარაღება. რა თქმა უნდა, ხა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ბირთვული პოტენციალი 500-მდე თუ არ საბრძოლო კობინასთან შედარებით 1000-ობით კობინა, რომელიც რუსეთს გააჩნია, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ მიდგა საქმე აი ამ დიდ თამაშზე, ანუ
ვირტუალ თამაშზე არ ამგონია რომ ამერიკა დარჩენს გვერდზე და არც ჩინეთი ალბათ არ დარჩება გვერდზე აი ამ შემთხვევაში მინაიდან ეს ცუდი პრეცედენტი იქნება ზოგადად სოფლიოსთვის ასე რომ მე მიმაჩნია რომ ევროპას სრულად აქვს იმის შესაძლებლობა თუ კი მოინდომებს და მე ამის ტენდენციას ვხედავ რომ შეძლოს უკრაინის ისე დახმარება რომ უკრაინამ გააგრძელოს წარმატებითი თავისი საბრძოლო მოქმედებები თავდაცვითი მოქმედებები მე არ გულისხმობ 2014 წლის საზღვრებში დაბრუნებას მე გულისხმობ იმას რომ უკრაინამ გააგრძელოს წარმატებით თავისი თავდაცვითი მოქმედებები